სამ ძმას და მათ ხანდაზმულ დედას. დედა გახდა 80 წლის და ესენი ფიქრობენ რა უსახსოვრონ, რა ჩუქონ. სამივე მილიონერია. უფროსმა თქვა, რომ მე დედას შეუძინე რამდენიმე ოთახიანი სახლი, მდიდრული სახლია ესა. და დედამ სიბერეში მაინც ფუფუნებაში იცხოვროსო. შუა თანაძმამ თქვა, რომ სწორ გზაზე დგახარ შენ, მეც ეს ვიფიქრე და შევიძინე მისთვის Rolls Royce ახალი. დავიქირავე მძღოლი და დედას როცა და სადაც მოესურვება, იქ გაისეირნებსო. უმცროსმა თქვა, რომ არც ერთ თქვენ ჭკუა არ გაქვთ თავშიო. დედა არის ნახევრად დაბრმავებული. ბოლო 20 წელიწადია თავისი ოთახიდან არ გამოდის საერთოდ გარეთ. რა თუნდა იმას ან შენი სახლი ან შენი მანქანა. აი მე ზუსტად მივხვდი რაც უნდა ვაჩუქო მაგასო. დედას უყვარს თორას კითხვა. თორა მოგეხსენებათ არის ბიბლიის ძველი აღთქმის პირველი 5 წიგნი, რომელიც მოსეს მიეწერება რა. მაგრამ რაგიღა თვალს დააკლდა ბოლო დროს ვერ კითხულობს და ძალიან დარდობს ამასო. გუშინ აუქციონზე $250,000 ვიყიდე თუთიყუში, რომელსაც 20 რაბინი 10 წლის განმავლობაში ასწავლიდა თორას და ზეპირად იცის ეს თორა. საკმარისია დაასახელო თავი და მუხლი და ეს იწყებს ციტირებას. ეს თუთიყუში, ესეთი შესანიშნავი. აი, უმცროსმა, როგორც ყოველთვის, გამოიცნო ჩემი გულის ნადებიო, თქვა დედა. მის მიერ გამოგზავნილი ფრინველის წვნიანი შესანიშნავი იყო. პირველად რომ წავიკითხე ეს იგავი, ყველაზე მეტად ეს 20 რაბინი შემეცოდა, რა თქმა უნდა, და მათი 10 დაკარგული წელიწადი თუთიყუშზე რომ არაფერი თქვათ.